მოგესალმებით, მეგობრებო. აბა თუ შემატყობთ რაიმე ცვლილებას. მოკლედ დღეს იმ ქალმა მკითხა, ანუ ეხლა დღეს გინდაო და ეხლა მე მთლად დღეს არ ვფიქრობდი, იმიტომ რომ წინ შაბათ-კვირა მაქვს და არა მარტო შაბათ-კვირა, ორ შაბათიც. და მოკლედ, რაღაცა ორი კაპიკი ხოლმე მქონდეს, რომ გასაგებია რომ ისთვისაც რომ საცხოვრებლად საარსებოდ. ხო და კარგი მეთქი ვუთხარი და დააჯდა 35 ლარი და სითხის, ანუ ლინზებზე მაქვს საუბარი, სითხის ფული მაქვს, გადასახდელი გაჩვენებთ ახლა. მოკლედ ეს არის ესეთი სითხე. მოყვება ამას თავისი კონტეინერი. ესეთი სითხეა. თავისი კონტეინერი მოყვება და ჯდება 12 ლარი. ჯერ არ გადამიხდია. კონტეინერი უბრალოდ ჩვეულებრივი კონტეინერია, აი ესეთი. ამაში უნდა ჩავდო ლინზები, ახლა სითხე მაქვს აქ ჩასხმული და თვითონ ლინზები იყო აი ესეთ კოლოფში. მოკლედ ჩავტენე და ვიცი როგორი და როგორც მომიხერხდა ისე ჩავტენე. ის ყავს მეც ანუ ნიმუშად, რომელი გამჭირდება 3 თვიანია, მეგობრებო. ანუ 3 თვე. სოსო ხუმრობ და ღამე არ შეიძლებაო. დაძინებაო, მაგაში მეთქი ღამე რა დამაძინებს ლინზებით თქო, თავისთავად მოვიხსნი მეთქი და მოკლედ ესე ცოტა ღიაფერი მინდოდა, მაგრამ ღიაფერი არ იყო კანტით, ანუ წრეზე აქვს ამას კანტი და უფრო მკვეთრად ჩანს თვალისფერი და არის მეორენაირები კანტის გარეშე უფრო ცივი ფერია თვალის და მოკლედ ეს ავარჩიე. ხო, იმედია მიკროფონში ისმის. მოკლედ კომენტარებისთვის დიდი მადლობა გოგოებო. ხო, რა თქმა უნდა რთულია. მე არ ამირჩევია, რა თქმა უნდა, სამსახური, ისე უცბად მოხდა, მოულოდნელად ჩემმა მეზობელმა ასე ვთქვათ, შემომთავაზა, მოდი ერთად წავიდეთო, თვითონაც აპირებდა, ფიქრობდა, მაგრამ მე რო დაფიქრდა, არ უღირდა, იმიტომ რომ მუშაობდა, უნდა პარალელურად აქაც, მაგრამ ძალიან გადავიღლებიო და დამაც ესე ურჩიაце, რომ შევრჩი მე ამ სამსახურს. რა თქმა უნდა, რთულია, ხო, მძიმე სამუშაოა, ყველანაირი გაგებით და რა თქმა უნდა, ეხლა მე არ გეგმავ დიდხანს ყოფნას ამ სამსახურში, დროებით ის სამსახურისთვის ვფიქრობ, რომ იტყვიან რუსულად вполне нормально და ნორმალურია რა მოკლედ და ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, ადამიანი უნდა ისწრაფოდე ასაკის მიუხედავად, ანუ მიზანსწრაფული უნდა იყო და რაღაცა უფრო წინ გადადგა ნაბიჯი და არა ერთ ადგილზე ტკეპნო რაიმე ადგილი. მაგალითად, ახლა მე რა პერსპექტივები მაქვს ჩემ, მოდით ასე ვთქვათ, მაინც ხო არის ჩვენ ქვეყანაში ასაკსაც ანიჭებენ უპირატესობას და რაღაცა სულ რომ დაუშვათ 30 წლის მათ გამოიყურებოდნენ, ანუ უფრო პატარად, მაინც ასაკს უყურებენ, ხო? მართალია პენსიამდე ჯერ კიდევ 9 წელი დამრჩა, მაგრამ მაინც ესეა. ძალიან ცუდი ისა გვაქვს რა, ანუ ჩემი თაობის ადამიანებისთვის რთულია რა, ვთქვათ, ან პროფესიით იმუშაო, ან რაღაცა ესეთი, ხო? თუმცა შესაძლებელი არის, ახლა თუ ვინმე შეაწუხე და შეანჯოე და რაღაცა აკეთე მიდეკმოდეკი, რაღაცა გამოვა, მაგრამ მე არ მიყვარს ადამიანების შეწუხება, მიყვარს მე თვითონ როცა ვაკეთებ რაიმეს, მე თვითონ რომ ვაღწევ. იმიტომ რომ ისედაც ძალიან დიდ ხანს ვიყავი დამოკიდებული ჯერ მშობლებზე, მერე ამაზე, იმაზე, მოკლედ, დამოუკიდებელ ცხოვრებას არაფერი არ ჯობია,
აქვს თავისი მინუსებიც, რა თქმა უნდა, სირთულეები, მაგრამ ის მაინც იცი, რომ შენ ხარ პასუხისმგებელი, შენ შემოგაქვს ის შემოსავალი და არავინ არც დაგაყვედრებს, არც შეგეცილება და მოკლედ კარგია რა ამ თვალსაზრისით. თუმცა ჩვენ ქვეყანაში ზოგადად ქალებისთვის მაინც რთულია დამოუკიდებლად ცხოვრება და არც მოუწოდებ არავის დამოუკიდებლად იცხოვრეთ თქო, იმიტომ რომ ეხლა ვიღაცა მაინც უნდა არსებობდეს ისეთი, ვინც გვერდში დაგიდგებათ. მინიმუმ მეუღლე მაინც და ეხლა ჩემ შემთხვევაში ეხლა მე უკვე კარგი ხანია ჩემმა მატარებელმა ჩაიარა, ასე რომ როგორც შემიძლია, ისე გავდივარ ადაპტაციას, ასე ვთქვათ და ფიქრობ ერთადერთი არის ის, რომ YouTube-ით ესე სწრაფად არ ამგონია, იმიტომ რომ არის ისეთი ბლოგერები, რომლებიც დიდი ხანია, ასე ვთქვათ, ვიდეოებს იღებენ 10 წელზე მეტი და ეხლა ხანს გულისხმობ რამოდენიმე წელია, ვთქვათ, რაც სტაბილურად, ვთქვათ, ჩაჟდა ამ სფეროში. თუმცა არიან უცხოელებიც, მაგალითად უკრაინელი იყო, კიდევ უცხოელებიც ბევრია, რომლებიც წლების მანძილზე, მართლა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, სიტყვა ხო არსებობს ესეთი ჩანჩალით, ავიდა გამომწერებს, ნახვებიც ცოტა ქონდათ, გამომწერებიც ცოტა, ხანგრძლივი დროის განმავლობაში კუსნაბიჯებით მიდიოდნენ და ვინც სწრაფად ავარდა, ხო, ისინი საერთოდ გაქრდნენ YouTube-ის ასპარეზობენ, თითქოს რაღაცა გახუნდა თუ რაღაცა და ის ადამიანები ორია ესეთი, ორი ვიცი, ორივე უკრაინელია სხვათა შორის. არა, ერთი რუსია უბრალოდ უკრაინაში ცხოვრობდა და მეორე მე მგონი უბრალოდ უკრაინაში გაიზარდა. არა, საქართველოში დაიბადა. მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს უკრაინელია რა და მე მგონი ბევრმა იცის სამველი, რომელიც თბილისში იყო ჩამოსული და ჩემმა უფროსმა ბიჭმა ნახა, სურათებიც აქვს გადაღებული მასთან ერთად და უთხრა, რომ დედა ჩემიო ძალიან გულშემატკივრებსო და გიყურებსო და ჩემთვის ცალკე ვიდეო ასე ვთქვათ ჩაწერა, ასე ვთქვათ მოკითხვა გადმომცა და კეთილი სურვილებით და მოკლედ დიდი წარმატებები მისურვა და დამოუწოდა მთელი ამბები. ხო და ეს სამველი სხვათა შორის კარგა ხანი, გაჭედილი იყო ერთ ნიშნულზე რო იტყვიან და მე ერთმა ბლოგერმა, ისიც უკრაინელია, უფრო მეტი გამომწერი ყავდა და ცოტა ისეთი ის ქონდა კონტენტი, მოკლედ ძალიან ავარდნილი ბიჭი და ექსტრემალი და რაღაცა სისულელეებს რო აკეთებს და რაღაცა ესეთებს. მაგალითად ერთ-ერთი ესეთი სისულელე ხიდზე გადადის მატარებლის თავზე იდგა და ხიდზე რო გადადიოდა ზუსტად მაგ დროს გადმოხტა მატარებლიდან მდინარეში ჩახტა, წარმოიდგინეთ. კატასტროფული ძალიან ისეთი, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ტრიუკი გააკეთა, რაც შეიძლებოდა დასრულებულიყო სრულად მართლა კატასტროფით. ესე იქცევდა ყურადღებას და ესე მოახერხა და გაიკაჭა რა, ხალხს უყვარს სანახაობა რა მოკლედ და მარტო საქართველოში კი არა, ყველგან მსოფლიოში და ეს სანახაობის ის იყო რა და იმან რაღაცნაირად, ასე ვთქვათ, უბიძგა რა და ცოტა იმ მხრიდან მოემატა გამომწერები. სამწუხაროდ თვითონ ის ეხლა ისე აღარ არის, როგორც ადრე, რა თქმა უნდა, თუმცა ახლა უფულოდ არ ზის და ბიზნესი დაიწყო და იმ თანხებით, იმ ფულით, რაც მოაგროვა მაშინ და სხვათა შორის ძალიან ფანგველი კი იყო, მაგრამ გვერდში ისეთი გოგო ედგა, რომელიც დაეხმარა რა ეს ტრანზიტი. ერთ სიტყვით სტაბილურად არის ის და რისი თქმა მინდა, ეს სამველი ძალიან დიდ ხანს რა ეს ელოდებოდა თავის იმას და როგორ ვთქვათ, თავის ვარსკვლავს, ხო და საბოლოოდ იქამდე მივიდა, რომ დღესდღეობით, უბრალოდ ეხლა ცოტა გაჭირდა, იმიტომ რომ უკრაინაში რომ ომი და რაღაცა ხვდებით თან სანქციები, იქიდან გეთელი ამბები და მოკლედ
ყოველ შემთხვევაში აი ომამდე ზუსტად ვიცი, მისი შემოსავალი თვეში ქონდა 40-50 евро და მოკლედ ხალხს ეხმარებოდა ზუსტად იმ ხალხს, ვინც ადრე ეხმარებოდა აქეთ ამას და ერთ-ერთი დაჟე მგონი ბინაცუყიდან, არის ესეთი რაღაცეები. ახლა ჩვენ, აი საქართველო, ახლა მაგონებს იცით როდინდელ უკრაინასა რო აი მაშინ რო იწყებდნენ რაღაც სტარტს რო იტყვიან და რო დაიწყო რა ეს YouTube-ის ერა რა უკრაინა რუსეთში. ხო და აი ჩვენთან ხო არ იყო მაინდა-მაინც. მიუხედავად ერთი წუთი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენი ხნის გამოსულია YouTube, მაგრამ ჩვენ ქვეყანაც პატარა ვართ, ერთი წამი. ხო და მოკლედ იმას ვამბობდი, რომ აი რო თქვი აქცენტი რო გავაკეთე და ზოგი რო დამცინის, რომ აი ესე კურსნაბიჯებით მივდივარ, არავინ არ იცის დღეს ხვალ ვინც ადამიანობს თავს და ვინ როგორ ეგრეთ წოდებით გაიქაჩება რა. ხო, რა ვიცი, ვერც მაგას ყველა კარგად იყოს, ყველა წესიერი და ნორმალური ადამიანი კარგად იყოს და თავისას მიაღწიოს და კონდეს ყველას ნორმალური შემოსავალი. ხო და ყოველ შემთხვევაში ასეა რა, ესე ხდება და თან ცოტა ვართ ქართველები და ქართულენოვანი მიუხედავად ამისა, მე მახარებს ის, რომ არის ესეთი არხები ქართული, რომლებსაც საკმაოდ დიდი აუდიტორია ყავთ და კარგი ნახვებიც აქვს. ანუ ეს მანუგეშებს, რომ ანუ შესაძლებელია, რომ ჩვენნაირი, ასე ვთქვათ, ყოველდღიური ვლოგებსაც ყავდეს რაღაცა გარკვეული, ასე ვთქვათ, მაყურებელი. თუნდაც დღეში 10,000 რო უყურებდეს, ხო, ესეც უკვე პროგრესი იქნება ჩვეულებრივი ყოველდღიური ვლოგი, აი ვიდეოებს რო იღებენ ბლოგერებისთვის. მართლა ისწრება იქნებოდა, ну, ეხლა გამდიდრებით როგორც აველი ესე ვერ გავდიდრდებით ქართველები, ანუ ყოველდღიური ვლოგების თვალსაზრისით. მაგრამ ეხლა ვის უცხოეთშია, იმათ უკეთესად ექნება რა თქმა უნდა საქმე და ჩვენთან საქართველოში, ну, შეიძლება უბრალოდ ცოტათი კარგად ცხოვროს ადამიანმა რა, აი ეს და ფაქტობრივად სამსახური ოფიციალური რა, ანუ დაქირავებული მოსამსახური არ იყო და შენ თავზე იმუშაო, ანუ ვიდეოების წყალობით თქვათ რაღაც შემოსავალი გქონდეს. მოკლედ ამის თქმა მინდოდა ეხლა სოსომ რატო გამართიშინა. ინტერნეტი გაგვეთიშა, ეხლა უნდა ჩავიდე და ჩავრიცხო და გადავიხადო. ხო და იცი მეზარება თან მე მგონი მიხვდებით ჩემები რატომ მეზარება ჩვენ ქუჩაზე ჩასვლა ესეთ დროს. ну, გასაოცარი არ არის. ხო და ну, რა ვქნა, სხვა გზა არ არის. ინტერნეტი უნდა ჩავრთო. სხვანაირად ამ ვიდეოს ვერ ნახოთ. თუ უყურებთ ამ ვიდეოს, ესე იგი მე ინტერნეტი უკვე გადავიხადე. ხო, ну, მოკლედ ესე დღეს თანამშრომლის შვილის დაბადების დღე იყო. ჩვენთან აღნიშნეს ტორტი, მთელი ამბები რაღაცა და მოკლედ ძალიან გახარებული იყო. მეც გავუკეთე პატარა საჩუქარი. ხო და მოკლედ კაი დღე იყო დღეს. ну, ზოგადად ესე იყო იქ ცოტა ესეთი პრეტენზიული მომხმარებელი და იყო კიდე რაღაცა უცნაური სიტუაცია გარეთ, ანუ მაგაზე ცალკე მოგიყვებით, არა უბრალოდ ცალკე ვიდეოს პატარა ვიდეო იქნება, მაგრამ ცალკე ჩავწერა უკვე ჩაწერილია, უბრალოდ ცალკე დავდებ ამ ვიდეოს. რეები ხდება საერთოდ ჩვენ ქვეყანაში და აი რა დონეზეა ხალხი მისული, რომ უკვე ახარ იცის რა ქნას, ანუ ძალიან საინტერესო ამბავია და მოკლედ ეხლა დაგემშვიდობებით, ხვალ ვისვენებ, ზეგ ვისვენებ და მაზეგაც ვისვენებ. ხო, რატო ვისვენებ მაზეგ? ну, მოკლედ ის გოგო რომელიც შაბათ-კვირას არის, დაჭირდა ერთი დღე კიდე ეთყობა თანხის ამბავში და ჯერ უარზე ვიყავი, რა თქმა უნდა, მაგრამ რახან მითხრა ადმინისტრატორმა, რომ დროებით უნდაო. ну, შევხედავთ რა, ეხლა რამდენად დროებით უნდა თუ ისე უნდა, ну, მოკლედ ამის მიხედვით. ხო და თუ ეხლა თქვათ ერთ თვეზე მეტი ესე იქნება და რაღაცა და მე დამაზარალა, მე არ მიღირს, იმიტომ რომ
მაღაზიაში ნახევარი დღე შემიძლია ვიმუშაო, ნახევარი დღე თავისუფალი ვიქნები, ანუ მთელი დღე გარეთ არ ვიქნები და მე ხელფას ავიღებ და ერთი დღე დასვენება მექნება და პლუს კიდე შუალედში ასე ვთქვათ, სულის შუალედში 1 საათი შესვენების უფლებაც მაქვს, ასე რომ ყველა პლუსი იქით არის და შევხედავ რა მოკლედ ამ სიტუაციას და ისე ვიმოქმედებ, ისე გადავწყვიტავ. კარგით, აბა დაგემშვიდობებით, დროებით გაკოცეთ და ხვალამდე აბა.